2014-2018 წლებში განსახორციელებელი პროგრამებისა და ქვეპროგრამების საჯარო განხილვა მოიწყო აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში. 20 წლიანი გეგმის მიხედვით პრიორიტეტებად კვლავ განათლების ხელშეწყობა რჩება. გათვალისწინებულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციაც. მომდევნო 4 წელიწადში რეგიონში 10 საჯარო სკოლის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ბიბლიოთეკების განახლებაც იგეგმება. პრეზენტაციას არასამთავრობო ორგანიზაციები წევრები ესწრებოდნენ. არ არის მარტო ინიციატივა სამინისტროს აპარატის. ჯერ ერთი ეგ არის გააზრებული ერთის რომ გრძელდება და ჩვენ გარკვეული ვალდებულება გვაქვს რომ გავაგრძელოთ მათ შორის რეაბილიტაციის პროგრამების სკოლების. ჩვენ სრულად გსვამთ პასუხისმგებლობას ამაში, როგორ უნდა გავაგრძელდეს ეს ყველაფერი და ეს თითეული ამ პროგრამის ავტორის თუ კოორდინატორის პასუხისმგებლობა იქნება თავისთავად. გვინდა რომ რესტავრაცია გავუკეთოთ ყველა იმ აგებობას, რომელიც აჭარის ტერიტორიაზეა, ეს გაწელილია 18 წლამდე. ხიხანის ციხე პირველ რიგში, შემდეგ მოდის გონიო და პეტრას ციხე, ასევე ხინოს ეკლესია, გვინდა ციხეების აღდგენა გვარას და ჩხუტუნეთის ციხის. პრიორიტეტები დღემდე პრიორიტეტად რჩება, მაგრამ ის პროგრამა რამდენად ეფექტური არის, რამდენად ასახავს და ის რაც არის დასახული მიზნად, რამდენად მიაღწია ამ მიზნებს, ამაში არც მიმდინარე წელს არის ბიუჯეტში გათვალისწინებული არაფერი და არც როგორც ჩანს მომდევნო წლისთვის არ არის გათვალისწინებული. ჩემი ერთ-ერთი რეკომენდაცია იქნება აუცილებელია ის, რომ მიმდინარე პროგრამების შეფასება მოხდეს და დაიდოს კონკრეტული კვლევების შედეგად, რამდენად იქნება მიღწეული და მიზანმიმართული.